რა შემსახურებოდა ხა ჩვენი საუბარი. მოჩვენებითი წინააღმდეგობა, რომელიც ბიბლიაში არის, მოჩვენებითი, ამის ამოწევა ხდება და ვაჩვენოთ, რომ ბიბლიაში წინააღმდეგობა არ არის. ერთი ეპიზოდი, ერთი მუხლი, ერთი მოვლენა მეორეს არ ეწინააღმდეგება. მით უმეტეს ღმერთზე როცა არის ლაპარაკი, ღმერთი არასოდეს წინააღმდეგობის შემცველი არ არის. თუ ის წინააღმდეგობის შემცველია, უკვე ესეთი ღმერთის წმენა მე მგონი არ არის სწორი, მე მგონი არც არის სწორი. ხო, არა, თანამიმდევრულია ღმერთი და ეს არ იცვლის აზრებს სიტუაციიდან გამომდინარე. იმიტომ რომ იქ არ ექვემდებარება არც სიტუაციებს, არც დროისა და სივრცის გარეშე დგას ღმერთი. ამას მე ვაქციოთ ყოლე. ჩვენ ვართ დროსა და სივრცეში, მატერიაში. ამიტომ ჩვენ ხშირად ვიცვლით აზრებს. ეს განპირობებულია იმ მოვლენების თანამიმდევრობით, რომ ისე ჩვენ ვიმყოფებით და თუ მაგალითად ვაქებთ რაღაც ერთ პიროვნებას, მოცემულ რაღაც სივრცე სიტუაციაში, მე რაღაცნაირად შეიძლება სიტუაცია მდგომარეობა ჩემსა და მას შორის და უკვე მასზე აზრს ვიცვლით. ღმერთს ეს არ ახასიათებს. მაქსიმალურად ჩვენს, როცა ვსწორდებით ქრისტეზე, ყველანაირად ჩვენში წინააღმდეგობა უნდა მოიხსნას. რასაც ვიძახით, უნდა ვიყოთ თანამიმდევრული და სიტუაციებიდან და მოვლენებიდან განპირობებული და დეტერმინირებული არ უნდა ვიყოთ. თუ ესე არ არის, მაშინ ქრისტიანობისგან ჩვენ კიდე შორსა ვართ. ღმერთი წინააღმდეგობაში არ ვარდება. დეტერმინირებული ცოდვილი ბუნებისგან არ არის. ის შემოვიდა ცოდვილ ბუნებაში, მაგრამ უცოდველი. და სხვისი ცოდვები აიღო. ესე იგი, ძირითადად ადამიანის და მერე ადამიანის ადგილმდებარობა, ყველა რო ცოდვის გამო კვნესის და გმინავს, ეს უნდა გამოისყიდოს, მაგრამ და მოახდინა გლობალურად გამოსყიდვა იმ ცოდვილი ბუნებისა, რომელიც ცოდვილ ბუნებას დაექვემდებარა ყველაფერი, მატერიდან დაწყებული ყველაფერი და თერმოდინამიკის მეორე კანონი ჩაირთო. ეს თემთავით ჩაირთო, იმიტომ რომ ცუდი რო ხარ, ჩემთან ვერ მოხვალ, უნდა გამოიცვალო, უნდა გამოსყიდული იქნა და მე უნდა აღდგე. ამიტომ კომპოზიციურად და თანამიმდევრულად ბიბლიას წუნე არ დაეთება. ამიტომ ასეთ კითხვები როცა მოდის, ჩვენ რა თქმა უნდა იმაში კი უნდა გამყარდეთ, რომ წინააღმდეგობა ბიბლიაში და არა ჩაუღრმავდეთ და ჩვენი საუბარი და პასუხები იყო განაწინააღმდეგობებში ჩარჩენა, არამედ წინააღმდეგობის გაფანტვა, ისე რომ პიროვნებაში თუ ეს კიდე წინააღმდეგობა რჩება, დავეხმაროთ და წინააღმდეგობა ამოვაგდებინოთ ამისთან. აპრიორი დაიმახსოვრეთ, ღმერთი წინააღმდეგობების მატარებელი არ არის. ღმერთი დროსა და სივრცეში არ არის. არ იქნება, ის ყველგან არის ყოველთვის, აი არის უცნაური. ეს სამყარო, მატერიალური სამყარო, მისი ადგილსამყოფელი არ არის. იგი სხვაგან არის, აი როგორც იესო იწვევს, მე მამასთან მივდივარ, აი ახალიცა, ახალი დედამიწა, სულიერი ის რაღაც სამყარო, სადაც არის არამატერიალური რაღაცა კანონები, არამედ სულიერი კანონები. მატერიაში მატერიალური კანონები არის. კანონების დარღვევა იწვევს ამ მატერიალური სამყაროს განადგურებას, იმიტომ რომ თავდაპირველი კანონი უკვე დაირღვა. ეს იყო ღმერთთან ადამიანის დამოკიდებულება. და ღმერთთან დამოკიდებული ადამიანში რო გამრავლდებოდით, ჩვენ ავწდებოდით ამ საშინელებას, რომელსაც ქვია ენტროპია და გახსნა და განადგურება და არა მარტო ჩვენ ირგვლივ ყველაფერი აიღურებთ, აი იგივე მებაღეს რო ხეხილი აქვს და უცებ გავიდა დრო და გახმა ერთხელ და განიცადა, ახლა კიდე უნდა დაარგოს ცხოველები, ფრინველები ვეჩვევით. ხედავთ რომ კვდება ადამიანები, რომელსაც ვეჩვევით, შევიყვარეთ, ბავშვი, რომელსაც თავს ვევლებით და უცებ რაღაცა ავი შემთხვევისა გამო გარდაიცვლება. ხო, ბავშვებიც კი რაღაც 2 წელი და ღმერთმა გარგუნა მასთან ყოფნა და ძალიან დიდი მტკივილი მოგაყენა, როცა გაიხმო, მაგრამ ღმერთი კი არ აკეთებს ამას. ღმერთმა კი არ მოკლა ადამიანი. აი ცოდვა კლავს ადამიანს და ამ ინფორმაციას ღმერთი გვაგებინებს ბიბლიიდან. ზეგი, თუ მეტად ადამიანები ჩაუღრმავდებიან ამას, აი ამ საკითხს ბიბლიაზე დაყნობით, მათი გონების ცვლილება აუცილებლად მოხდება და თუ არ უნდა, მისი ნება არის, არავინ არავის არაფერს არ ავალდებულებს. თავად ღმერთი არ არის მოძალადე, რო იცოდეთ. თუ გონიათ, რომ წარღვნა ეს ღმერთმა მოავლინა, ძალიან ცდებით. კანონის დარღვევა მოავლინა ესა. მე კი არ მინდა შენი სიკვდილი. შენ ისეთ მდგომარეობაში ხარ, შენ თვითონ კვდები.